მოგესალმებით. ოდესმე თუ დაფიქრებულ ხართ, სად გადის ზღვარი ადამიანურსა და არაადამიანურ შორის? რა კრიტერიუმებით მივიჩნევით სინამდვილეში ადამიანებად? ფიზიკური ფორმით, ცნობიერებით, თუ უბრალოდ ჩვენი სარგებლიანობით სხვებისთვის? რა ფასი აქვს ჩვენ სიცოცხლეს, როდესაც ამ სარგებლიანობას ვკარგავთ? დასათქრება ოჯახური სიყვარული, როდესაც საყვარელი ადამიანი მძიმე ტვირთად იქცევა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შევეცდებით ლიტერატურული შედევრის, ფრანც კაფკას გარდასახვის განხილვით და ანალიზით. ეს არის ნაწარმოები, რომლის პირველივე წინადადება ლიტერატურის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ამავდროულად ყველაზე შემზარავ ისტორიისთვის აღებს კარებს. ერთ დილას, შფოთიანი სიზმრების შემდეგ, გრეგორ ზამზამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საზარელ მწერად ქცეულიყო. ამ ერთი წინადადებით კაფკა ანგრევს რეალობის ჩვენეულ აღქმას და გვაიძულებს დავსვათ უმძიმესი კითხვები: რა არის ჩვენი იდენტობა, რაზე დგას ჩვენი ადამიანურობა? გარდასახვაც ხდება ერთი კაცის ტრაგედიას. ეს არის მტკივნეული ალეგორია გაუცხოებაზე, სოციალურ იზოლაციასა და იმ სასტიკ რეალობაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი კარგავს თავის სასარგებლო ფუნქციას ოჯახსა და საზოგადოებაში. ასე რომ, თუ მზად ხართ კაფკასთან ერთად ჩაიხედოთ ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ კუთხეებში, მაშინ ეს მოგზაურობა თქვენთვისაა. მაგრამ სანამ გავაგრძელებდეთ, გთხოვთ თუ ეს ვიდეო თქვენთვის ღირებული აღმოჩნდება, დააჭირეთ მოწონების ღილაკს, გამოიწერეთ არხი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ჩვენს გმირს შევხვდებით, მოდით შევხედოთ ამ ლიტერატურული კოშმარის შექმნის ისტორიას. ფრანც კაფკა, გერმანულენოვანი ბოჰემიელი პროზაიკოსი და რომანისტი, იყო ადამიანი, რომელსაც გამუდმებით ტანჯავდა შფოთვა, საკუთარ თავში ეჭვი და დაძაბული ურთიერთობა მბრძანებლურ მამასთან. ის დღისით სადაზღვეო ინსტიტუტში მუშაობდა, ხუთავი ბიუროკრატიის სამყაროში, რომელიც ძალიან სძულდა. 1912 წლის გვიან შემოდგომაზე კაფკა პრაღაში, მშობლების სახლში იმყოფებოდა. სწორედ აქ დაებადა მას იდეა და ეწერა გარდასახვა. მან ეს ნოველა სამკვირიან პერიოდში დაწერა და ხშირად ღამეებს წერაში ათენებდა. როდესაც ნაწარმოები 1915 წელს გამოიცა, ის მყისიერად ბესტსელერად არ ქცეულა. მაგრამ ლიტერატურულ წრეებში კაფკას, როგორც უნიკალური და შემაშფოთებელი ხმის მქონე ავტორის, რეპუტაცია განამტკიცა. ნოველა იყო ნოვატორული, მან აიღო ფანტასტიკური, შეუძლებელი მოვლენა და მოათავსა ჰიპერრეალისტურ, ყოველდღიურ გარემოში. საშინელება მხოლოდ თავად ტრანსფორმაცია კი არ არის, არამედ შემზარავად ჩვეულებრივი, თითქმის ბიუროკრატიული მანერა, რომლითაც პერსონაჟები ამ მოვლენაზე რეაგირებენ. ეს იყო სარკე, რომელშიც მე-20 საუკუნის მშფოთვარე ადამიანურობის დამკარგავი სამყარო ჩაახედა ფრენც კაფკამ. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი ამბავი იწყება შემდეგნაირად. ერთ დილას, შფოთიანი სიზმრების შემდეგ, გრეგორ ზამზამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საზარელ მწერად ქცეულიყო. ეს არის ისტორიის დასაწყისი, არანაირი ახსნა, არანაირი გაფრთხილება, უბრალოდ უეცარი, შეუქცევადი და აბსურდული რეალობა. კაფკა არც ერთ სიტყვას არ ამატებს. გრეგორი ადამიანი აღარ არის, ის მწერია, მას აქვს ჯავშანივით მაგარი ზურგი. როდესაც თავს წევს, ხედავს თავის ყავისფერ, გუმბათისებრ მუცელს, რომელიც რკალისებრი ნეკნებითაა დაყოფილი. ის ხედავს საკუთარ ფეხებს, საცოდაო წვრილსა და უამრავს, რომლებიც უმწეოდ ირხევიან მის თვალწინ. ეს სიზმარი არ არის. ახლა კი, რას გრძნობს და რა არის პირველი აზრი, რომელიც თავში მოსდის კაცს, რომელიც ახლახან გიგანტურ მწერად გადაიქცა? შიში, სასოწარკვეთილი ყვირილი, გულმხურვალე ლოცვა. არა, გრეგორის პირველი ფიქრი სამსახურს ეხება. ჯობია ცოტა ხანს კიდევ დავიძინო და მთელი ეს სისულელე დავივიწყო, ფიქრობს ის. მაგრამ არ შეუძლია, მაღვიძარას უყურებს, 7:15 წუთია. მისი მატარებელი 5 საათზე გავიდა. მან დააგვიანა, საშინლად, მიუტევებლად დააგვიანა. ის მოგზაური კომივოიაჟორია, სამსახური, რომელიც მთელი გულით სძულს. არ მოსწონს მუდმივი მოგზაურობა, ცუდი საჭმელი, ზედაპირული ურთიერთობები. ის ამას მხოლოდ მშობლების ვალის დასაფარად აკეთებს. გრეგორის პიროვნული მე სრულიად უგულებელყოფილია. მის არსებობას აზრს მხოლოდ ოჯახის მარჩენალის ფუნქცია ანიჭებს. ამიტომ მისი ღირებულება არაადამიანური
არამედ წმინდად უტილიტარულია. დედამისი პირველი ამჩნევს, რომ რაღაც რიგზე არ არის. ის ფრთხილად აკაკუნებს კარზე. გრეგორ, ეძახის ის. 7:15 წუთია. წასვლა არ გინდოდა? მისი ხმა რბილია, ზრუნველობით სავსე. გრეგორი პასუხის გაცემას ცდილობს, მაგრამ ხმა შეცვლილი აქვს. ეს უცნაური, წრიპინა, ცხოველური ხმა, რომლის ცნობაც კი ძნელია. შემდეგ მამამისი აკაკუნებს. მისი ხმა უფრო მკაცრი და მოუთმენელია. შემდეგ მისი და გრეტე, რბილი, შეშფოთებული ჩურჩულით. მათ არ ესმით მისი გაურკვეველი პასუხები. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ავად არის. ეს პატარა ოჯახური დრამა დერეფანში თამაშდება, რომელიც მზარდი შიშითა და დაბნეულობითაა სავსე. ნამდვილი პრობლემა მისი ფირმის უფროსი მოხელის მოსვლასთან ერთად იწყება. ეს პერსონაჟი კორპორაციული, ბიუროკრატიული გურგრილობის განსახიერებაა. ის იმისთვის არ მოსულა, რომ გრეგორის ჯანმრთელობა მოეკითხა. ის მოსულია, რომ დაგვიანებისთვის უსაყვედუროს და მისი მუშაობის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ფირმა ეჭვობს, რომ მან შესაძლოა ფული მოიპარა. მოხელე გრეგორს კარიდან ესაუბრება და ლექციას უტარებს, რომელიც სავსეა პასიურ-აგრესიული მუქარებით და კორპორაციული ჟარგონით. საუბრობს სამსახურებრივ მოვალეობებზე, ფირმის უკმაყოფილებაზე და პროდუქტიულობის აუცილებლობაზე. ის წარმოადგენს სისტემას, რომელიც ადამიანებს არა როგორც პიროვნებების, არამედ როგორც აქტივებსა და ვალდებულებებს განიხილავს. ამის მოსმენისას გრეგორს პანიკისა და აღშფოთების უცნაური ნაზავი იპყრობს. მას გადაწყვეტილი აქვს ადგეს, კარი გააღოს და ყველაფერი აუხსნას. მან უნდა დაანახოს მათ, რომ კეთილსინდისიერი მუშაკია, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა. მას კიდევ სჯერა, რომ თავისი ძველი ცხოვრების გადარჩენა შესაძლებელია. შემდეგ გრძელი, მტანჯველი, თითქმის კომიკური სცენა აღწერილი, სადაც გრეგორი ახალი სხეულის მართვას ცდილობს. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ მართოთ რთული მექანიზმი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ. მან უნდა ისწავლოს უამრავი ფეხის კოორდინირებული მოძრაობა, გაარკვიოს, თუ როგორ ასწიოს თავისი უზარმაზარი, მომრგვალებული სხეული, რომ წამოდგეს. ის წვალობს, რომ გასაღები საკეთში გადაატრიალოს. ეს მარტივი ადამიანური ამოცანა ახლა მისთვის დიდი გამოწვევაა. ის პირს იყენებს. მისი ყბა ნენელა ატრიალებს გასაღებს. მოხელესა და გრეგორის ოჯახის წევრებს შიგნიდან უცნაური მეტალის ხმები ესმით. ისინი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულები ხდებიან. საბოლოოდ საკეტით გაცნობს. კარი იღება და სამყარო გრეგორ ზამზას ახალი სხეულით ხედავს. სიჩუმე ისადგურებს. უფროსი მოხელე შეშინებული უკან იხევს. ხელი პირზე აქვს აფარებული. ის თანამშრომელს ვერ ხედავს. ის ურჩხულს ხედავს. ხედავს რაღაცას, რაც იქ არ უნდა იყოს. გრეგორის დედას გული მისდის. ის იატაკზე ეცემა. მისი კაბა ირგვლივ იშლება. იქმნება სრული კოლაფსის სურათი. მისი რეაქცია წმინდა, დედობრივი შოკია. არსება, რომელიც მისი სხეულიდან გამოვიდა, ახლა სიმახინჯია. მამის რეაქცია განსხვავებულია. ეს რისხვა, მისი სახე მკაცრდება. ის მუშტებს კრაოს. ამ არსებას წმინდა მტრული განწყობით უყურებს. ეს მისი შვილი არ არის. ეს არის დამპყრობელი, სირცხვილი, რომელმაც მისი სახლი შელახა. ამასობაში უფროსი მოხელე გასაქცევად ემზადება. გრეგორი პანიკაშია. ცდილობს მასთან დალაპარაკებას და ახსნას. მაგრამ მხოლოდ არაადამიანური წრიპინი და უცნაური ხმა ამოსდის. იცის, რომ მოხელეს ასე წასვლის უფლება არ უნდა მისცეს. მისი კარიერა და ოჯახის ფინანსური სტაბილურობა სასწორზეა. ის კარიდან ვარდება და მოხელეს დევნას ცდილობს. ეს მამამისისთვის ბოლო წვეთია. თვინიერი, პენსიაზე გასული კაცი საშინელი ავტორიტეტის მქონე ფიგურად გარდაიქმნება. ის იღებს მოხელის მიერ დატოვებულ ხელჯოხს, გაზეთს და გრეგორის უკან ოთახში შერეკვას იწყებს. ის ფეხებს აბაკუნებს და გაბრაზებით იქნევს ჯოხს. გრეგორისთვის მამამისი გიგანტს ჰგავს, ბუნების შეუჩერებელ ძალას. ის წარმოადგენს მწყემს, რომელიც ურჩცხოველს თავის სადგომში მიერეკება. არანაირი მოლაპარაკება, არანაირი გაგების მცდელობა, მხოლოდ ძალა. გრეგორი უკან დახევას ცდილობს. ის განიერია, კარში ადვილად ვერ ეტევა და იჭედება. სხეულის ერთი მხარე სულ გადაეხეხება. მამამისი უკნიდან ძლიერად აწვება. გრეგორი სისხლიანი ოთახში ვარდება. კარი ჯახუნით იხურება, ურდული იკეტება. ის ახლა პატიმარია.
გრეგორის ტრანსფორმაცია მანამდე არსებული გაუცხოების ფიზიკური გამოვლინებაა. მისი ფასეულობა სამსახურზე იყო მიბმული და იმ მომენტში, როდესაც ის ვეღარ ასრულებს ამ საქმეს, სისტემა მას უარყოფს. უფრო ტრაგიკულია ის, რომ მას მყისიარად უარყოფს ოჯახი, რომლის არჩენადაც თავს არ ზოგავდა. გრეგორის ახალი ცხოვრება იწყება. ჭრილობას ტკივა, მაგრამ მისი პირველი გრძნობა შვებაა. სამსახურის სტრესი, მუშაობის წნეხი, უეცრად გაქრა. წლების განმავლობაში პირველად მას დილის მატარებელზე დაგვიანების გამო ნერვიულობა არ უწევს. თუმცა ოჯახის რეაქცია მისი შფოთვის ახალი წყარო ხდება. მას ესმის მათი მოძრაობა ბინაში. ისინი ჩურჩულით, შეშფოთებული ტონით საუბრობენ. ის ახლა მათი ცხოვრების ცენტრალური პრობლემაა. ჩაკეტილ კარს მიღმა დამალული ამაზრზენი საიდუმლო. ოჯახის იზოლაცია მყისიერი და აბსოლუტურია. პირველი მოახლე, რომელიც მოვლენებით თავზარდაცემულია, დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს და სახლს ტოვებს. ეს ტვირთი ახლა მთლიანად ოჯახზე, კონკრეტულად კი გრეგორის დაზე, გრეტეზე გადადის. გრეტე პირველია, ვინც ამ ბარიერს არღვევს. როგორც ჩანს, ის ერთადერთია, ვისაც მწერის შიგნით არსებული ძმა ახსოვს. ის კარს შემოაღებს, დაინახავს მას და შეშინებული სწრაფად ხურავს, მაგრამ ბრუნდება. ის ვერ იტანს იმაზე ფიქრს, რომ მისი ძმა შეიძლება შიმშილით მოკვდეს. მას გრეგორისთვის საყვარელი საკვებით სავსე თასი მოაქვს. ახალი რძე, რომელშიც თეთრი პურის პატარა ნაჭრები ტივტივებს. ეს სიკეთის, სიყვარულის ჟესტია. მაგრამ როდესაც გრეგორი ჭამას ცდილობს, სიზღი ეუფლება. რძე, რომელიც ოდესღაც უყვარდა, ახლა საშინელი გემო აქვს. მისი ტრანსფორმაცია მხოლოდ გარეგნული არ არის. ის აღმოაჩენს, რომ აუხსნელად იზიდავს ძველი, ნახევრად დამპალი ბოსტნეული, ობმოკიდებული ყველი და გამხმარი პური. ის ხარბად შთანთქავს მათ. ეს მომენტი ძველი გრეგორის სიკვდილის სიმბოლოა. მისი ადამიანური გემოვნება გაქრა. გრეტე ამას ამჩნევს. ამის შემდეგ მასში აქვს ნარჩენების ასორტი. ის ამას აკეთებს, სანამ გრეგორი დივნის ქვეშ იმალება, რადგან მისი დანახვა არ შეუძლია. ეს მათი ახალი რუტინა ხდება. ამდაგვარი ურთიერთობა ავლენს თანაგრძნობის ორაზროვნებას. ერთი შეხედვით, გრეტე წმინდანია. ის ერთადერთია, ვინც გრეგორს კვებავს. ერთადერთია, ვინც მის ოთახს ალაგებს. ის ხდება ოჯახის ექსპერტი, გრეგორთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ის ამაყობს ამ როლით. მაგრამ კაფკა გვაიძულებს, ეჭვი შევიტანოთ მის მოტივებში. მოქმედებს კი ის წმინდა სიყვარულით. თუ უბრალოდ მოვალეობას იხდის, ან უფრო ცინიკურად, სიამონეს პასუხისმგებლიანი, წამებული მზრუნველის როლი. მის სიკეთეს აქვს ზღვარი და ეს ზღვარი ფიზიკური კონტაქტი და ემოციური კავშირია. ის უვლის ნიუცს და არაპიროვნებას. ამასობაში გრეგორის არსებობა უცნაურ რიტმში გადადის. მას ზინავს, ჭამს დამპალ საკვებს და იკვლევს თავის ოთახს. ის აღმოაჩენს, რომ შეუძლია კედელზე და ჭერზე ცოცვა, რაც უცნაური, ახალი თავისუფლებაა. ის თავისებურ სიხარულს პოულობს თავდაყირა ჩამოკიდებაში, სამყაროს გადმობრუნებულად ხედვაში. ეს ადაპტაციის მომენტია. ის პოულობს არსებობის ახალ გზას, ითვისებს თავის ახალ, წერურ ბუნებას. მაგრამ ამ ხანმოკლე ბედნიერებას მუდმივად ძირს უთხრის მისი ოჯახის ტანჯვის გაცნობიერება. მას კედლებიდან ესმის მათი საუბარი. იგებს, რომ მამამის საიდუმლო ცოტა ფული შეუნახავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გრეგორი, რომელიც ერთადერთი მარჩენალი იყო, ახლა მათი ფინანსური კრახის წყაროა. ეკონომიკური სარგებლიანობის თემა ტკივნეულად ნათელი ხდება. გრეგორის ფასეულობა მისი ოჯახისთვის პირდაპირ იყო მიბმული მის ხელფასზე. ახლა, როცა ის უსარგებლო გიგანტური მწერია, ის მხოლოდ ტვირთია, შესანახი პირი, რომელსაც არაფერი შემოაქვს. გრეგორი სირცხვილითა და მწუხარებითაა სავსე. ის ოცნებობდა, შობის ღამეს გამოეცხადებინა, რომ საკმარისი ფული დააგროვა გრეტეს მუსიკალურ კონსერვატორიაში, ვიოლინოს შესასწავლად გასაგზავნად. ეს ოცნება, მისი სიყვარულისა და ადამიანურობის სიმბოლო, ახლა შეუძლებელია ახდეს. გრეგორის უუნარობა იწვევს მისი ოჯახის წევრების საპირისპირო, იძულებით ტრანსფორმაციას. უმოქმედო არსებები აქტიურ პიროვნებებად უნდა გადაიქცნენ. მამა, რომელიც წლების განმავლობაში უმუშევრად იყო, იძულებულია სამსახური ეძებოს და ბანკის დარაჯი ხდება. ის თავის ლურჯ, ოქროსღილებიან უნიფორმას სიამაყით ატარებს
რომელიც ახლად შეძენილ ავტორიტეტსა და სიცოცხლის უნარიანობას განასახიერებს. ის ფიზიკურადაც იცვლება, უფრო გამართული და ენერგიული ხდება. დედა მიუხედავად ასთმისა, იწყებს თეთრეულის კერვას მოდის მაღაზიისთვის, რათა ოჯახს დაეხმაროს. ხოლო გრეტე, ნაზი 17 წლის გოგონა, გამყიდვლად იწყებს მუშაობას და საღამოობით სტენოგრაფიასა და ფრანგულს სწავლობს, უკეთესი მომავლის იმედით. გრეგორის ტრაგედია პარადოქსულად იქცა მათი გააქტიურებისა და გადარჩენის კატალიზატორად. გარდასახვიდან რამდენიმე თვეში გადამწყვეტი სცენა ხდება. გრეტი ამჩნევს, რომ გრეგორს ოთახში ყველგან ცოცვა სიამოვნებს. ის გადაწყვეტს, რომ ავეჯი უნდა გაიტანონ, რათა მეტი სივრცე მისცენ. ეს პრაქტიკული, ლოგიკური იდეაა, რომელიც მისი ძმის ახალი ჩვევების დაკვირვების შედეგად დაიბადა. თუმცა დედა ყოყმანობს. მისთვის ავეჯის გატანა იმის აღიარებას გავს, რომ მათ გრეგორის ადამიანურ ფორმაში დაბრუნების ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ეს მისი შვილის წაშლის საბოლოო აქტია. ეს იმის აღიარებაა, რომ ოთახში მყოფი ურჩხული ერთადერთია, რაც დარჩა. მაგრამ გრეტე დაჟინებით მოითხოვს. ახლა ის არის ოჯახში თავდაჯერებული. ის და დედამისი მძიმე ავეჯის გატანას იწყებენ. გრეგორი დივნის ქვეშიდან უყურებს და გული საშინელი შფოთვით ევსება. ის ორჭოფობს. მისი ერთი ნაწილი ცარიელ სივრცეს ითხოვს, მაგრამ ადამიანური ნაწილი ამ საგნებს ეჭიდება. ეს ნივთები, მერხი, რომელზეც საშინაო დავალებას აკეთებდა, კომოდი, რომელიც თავად დააწყო, მისი ადამიანური ცხოვრების საბოლოო ნარჩენებია. იმის დანახვა, თუ როგორ გააქვთ ისინი, ნიშნავს იმის ხილვას, თუ როგორ ანადგურებენ სისტემატურად მის წარსულს. მას შლიან, მის ისტორიას ნაწილ-ნაწილ აქრობენ. მისი პანიკა პიკს აღწევს, როდესაც ისინი კედელზე დაკიდებულ კონკრეტულ სურათს უახლოვდებიან. ეს არის ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი, რომელიც მან ჩარჩოში ჩასვა. მასზე გამოსახულია ქალი, ბეწვის ქუდითა და ბოათი. ეს მისთვის არის იმ სამყაროს გამოსახულება, რომელზეც მას ცდომა აღარ აქვს. ეს სურათი წარმოადგენს კავშირს ადამიანურობასთან, ხელოვნებასთან, სილამაზესთან, საკუთარ დავიწყებულ სურვილებთან. გრეგორი ცდილობს, რომ სურათი შეინარჩუნოს. ადის კედელზე და თავის დიდ, ყავისფერ სხეულს მინას მჭიდრო დაჭერს. ის არ დაუშვებს, რომ სურათი წაართვა. დედა მაღლა იხედება და შპალერზე გიგანტურ ხოჭოს ხედავს. შიშისგან ყვირის და გონებას კარგავს. გრეტე დედისკენ მირბის და გრეგორს უყვირის. შენ, გრეგორ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ასეთი ბრაზით პირდაპირ მიმართავს მას. გრეგორი პანიკაში ვარდება. ის შეშფოთებული დაცოცავს ოთახში. ხმაურზე მამამისიც გამოჩნდება. ის ხედავს გულწასულ მეუღლეს. ისმენს გრეტეს პანიკურ მონაყოლს და მყისიერად ყველაზე ცუდს ვარაუდობს. თვლის, რომ გრეგორი მათ თავს დაესხა. მას სიტუაცია სრულიად არასწორად ესმის, მაგრამ გაგება არც აინტერესებს. ის ხედავს ურჩხულს გალიიდან გამოსულს და გადაწყვეტს, რომ ის უნდა დაისაჯოს. მამის რისხვა სწრაფი და დაუნდობელია. ის გრეგორის დევნას იწყებს ოთახში. გრეგორი შეშინებულია. ის ნელია, მოუხერხებელი და ძველი ჭრილობა ჯერ კიდევ სტკივა. მამა კი პირიქით, ენერგიულია. მისი მოძრაობები ზუსტი და აგრესიულია. ის ჯიბეებს ხილის თასიდან აღებული ვაშლებით ივსებს და გრეგორს ესვრის. ეს უცნაური, თითქმის სურეალისტური ძალადობის აქტია. მამა, რომელიც ცდილობს საკუთარი შვილი ხილის მეშვეობით მოკლას. ერთი ვაშლი ზურგს ძლივს ეხება, მაგრამ მეორე მიზანში ხვდება. ის წარმოუდგენელი ძალით მიფრინავს და პირდაპირ გრეგორის მაგარ ბაქანში ეჭედება. ტკივილი გამაყრუებელია. გრეგორი გრძნობს, როგორ ჩაერჭო ვაშლის სხეულში და აგონიაში ვარდება. ის იატაკზე, ტკივილისგან პარალიზებული წევს. ბოლო, რასაც გონების დაკარგვამდე ხედავს, დედამისია, რომელიც უკვე გონს მოსული, მამამისისკენ მირბის და ევედრება, შეჩერდეს. ეს წმინდა ოჯახური ტრაგედიის წუთებია. მოძალადე მამა, უმწეო დედა და ურჩხულის სხეულში გამომწყდეული შვილი. ვაშლი მის ზურგში რჩება. ვერავინ ბედავს მის ამოღებას. ოჯახს, როგორც ჩანს, ჯერა რომ ეს სამართლიანი სასჯელია. ვაშლი ლპობას იწყებს, ხოლო მის გარშემო ხორცი ანთებითი და ინფიცირებული ხდება. გრეგორის სხეული ღალატობს. ეს ფიზიკური ჭრილობა ოჯახის მიერ მიყენებული ემოციური ჭრილობის სრულყოფილი მეტაფორაა. როგორც ვაშლი ლპება მის ზურგში, ასევე მათი უგულებელყოფა და ზიზღი ღრმავდება
და ნელ-ნელა კლავს მას. ის ვეღარ დაცოცავს კედლებზე. მისი მოძრაობები ნელი და მძიმე ხდება. ის ხეიბარია. ოჯახის დამოკიდებულება გრეგორის მიმართ სრულ გულგრილობამდე მიდის. ისინი ახლა მას ნაკლებად ეპყრობიან როგორც საიდუმლო ტრაგედიას. არამედ უფრო მეტად, როგორც მოუხერხებელ საგანს ისე უყურებენ. გარკვეული დროის განმავლობაში, ერთგვარი დანაშაულის გრძნობით სავსენი, ისინი საღამოობით მისი ოთახის კარს ღიას ტოვებენ. ეს საშუალებას აძლევს მას, დაინახოს თავისი ოჯახის წევრები. ის უყურებს, როგორც ხედან მაგიდის გარშემო, ლამპის შუქზე და ჩუმად ვახშმობენ. ხიარული ოჯახური ცხოვრება, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ, გაქრა. მისი ყოფნა, თუნდაც უხილავი, მთელი ბინის ატმოსფეროს წამლავს. ის უყურებს მამამის, როგორ თვლემს სავარძელში, ჯერ კიდევ სამუშაო ფორმაში, რადგან გამოსაცვლელად ძალიან დაღლილია. უყურებს დედამის და დას, რომლებიც გვიანობამდე კერავენ, დამატებითი ფულის საშოვნელად. ის სიყვარულისა და დანაშაულის გრძნობის ნაზავითაა სავსე, მაგრამ დახმარების ძალა არ შესწევს. ის იმ ცხოვრების მაყურებელია, რომელიც თავად დაანგრია. გრეგორი ოჯახური გარემოს ნაწილი აღარ არის. ის მაყურებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს გაუცხოების თემას. ფიზიკურად სახლშია, მაგრამ სოციალურად და ემოციურად გარიყულია. ცოცხალი სიკვდილის მდგომარეობაში არსებობს. მოჩვენება, რომელიც საკუთარ სახლში დაძრწის. ოჯახის საუბრები მათ ფინანსურ პრობლემებს ეხება. საუბრობენ თავიანთი სამკაულების გაყიდვაზე. უფრო პატარა, ია ბინაში გადასვლაზე. მაგრამ არასდროს განიხილავენ, რა უყონ გრეგორს. მისი გადაყვანა შეუძლებელი ჩანს. ის იქცა ღუზად, რომელიც მათ ფსკერისკენ მიაქანებს. მისი ოთახი უყურადღებოდაა მიტოვებული. გრეტე, ოდესღაც ძალზედ გულმოდგინე, ზრუნველის როლით იღლება. ის ახლა საჭმელს ფეხით შეაგდებს ოთახში, ისე რომ არც კი უყურებს. ის აღარ ალაგებს, ოთახი ბინძურდება, მტვრითა და ჭუჭყით იფარება. გრეგორი საკუთარ სიბინძურეში ლპება. სწორედ ამ დროს, როდესაც ოჯახის ზიზღი მოვალეობის გრძნობას ძლევს, ისინი ახალ დამლაგებელ ქალს ქირაობენ. ხანში შესულ, უხეშ ქვრივს. წინა მოახლისა და ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ამ ქალს გრეგორი არც აშინებს და არც აწუხებს. ის არ მოსულა მასზე საზრუნავად. ის დაიქირავეს იმ სიბინძურესთან გასამკლავებლად, რასაც გრეგორი ახლა წარმოადგენს. სწორედ ის ხდება ერთადერთი, ვინც მის ოთახში შედის, ფანჯარას აღებს და უცნაური, ავადმყოფური ფიმილარულობით მიმართავს. ბებერო ფუნის ხოჭობ. ეს დამლაგებელი ქალი განასახიერებს გარე სამყაროს სრულ გულგრილობას გრეგორის ტრაგედიის მიმართ. თავის გასატანად, ოჯახის აბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს. ისინი გადაწყვეტენ, ერთ-ერთი ოთახი გააქირავონ. მათ 3 მდგმური, 3 სერიოზული გარეგნობის, შთამბეჭდავი წვერის მქონე ჯელტმენი შემოჰყავთ. ეს სახლის საბოლოო შელახვაა. ამ 3 უცნობს ახლა მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე გრეგორს, სახლის შვილს. მათ უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან. ოჯახი მათთვის საუკეთესო კერძებს ამზადებს. გრეგორი კი იმას იღებს, რაც დარჩება. სახლის ამზების ოჯახის აღარ არის. ის პანსიონატია. თქმურების ყოფნა გრეგორს კიდევ უფრო მეტად აგდებს მარგინალურ მდგომარეობაში. მისი ოთახი, რომელიც ისედაც ბინძურია, სათავსოდ იქცევა. ისინი იქ უსარგებლო ნივთებს და ავეჯს ყრიან. ის იძულებულია, გადატვირთულ, მტვრიან ლაბირინთში იმოძრაოს. ის სრულიად მივიწყებულია. მისი ოთახის კარი ხან ღიაა, ხან დაკეტილი. არავის ადარდებს. ის წარმოადგენს ცოცხალ ნაგავს. ოჯახის ემოციური და ფიზიკური დისტანცია მისგან ახლა აბსოლუტურია. მათის ჩამოწერეს. ნოველის კულმინაცია ერთ საღამოს დგება. მდგმურები მისაღებ ოთახში ვახშმობენ. გრეტეს თხოვეს მათთვის ვიოლინოზე დაეკრა. ის დაკვრას იწყებს. მისი მუსიკა ბინაში ვრცელდება და გრეგორის ბინძურ ოთახამდე აღწევს. გრეგორს მუსიკის ხმა იპყრობს. ის მშვენიერია და ეხება რაღაცას მის სიღრმეში, მისი სულის ნაწილს, რომელიც დიდი ხნის მკვდარი ეგონა. აღარ სჯეროდა, თუ მუსიკა ასე შეძლებდა მის აღელვებას. მას იმედი უჩნდება. მუსიკა დაკარგული ადამიანურობისკენ მიმავალი გზაა. ის უეცარი, ყოვლისმომცველი სიყვარულით ივსება, თავისი დისა და მისი ნიჭის მიმართ. მას ახსენდება ძველი ოცნება. გაეგზავნა გრეტე კონსერვატორიაში. ავიწყდება თავისი საშინელი გარეგნობა. ავიწყდება ოჯახის ზიზღი. ის ოთახიდან გამოდის და ნელა, ტკივნეულად მიიწევს მისაღები ოთახისკენ.
როგორც ფარვანა ცეცხლისკენ. მას სურს დასთან მიახლოება, რათა აჩვენოს, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის მისი მუსიკა. ის ლამას სცენას წარმოიდგენს, სადაც გრეგორი დას კალთაში ჩაუცოცდებოდა და ეტყოდა თავისი გეგმის შესახებ. გაეგზავნა ის ასწავლებლად. ეს ასოწარკვეთილი, ლამაზი და სრულიად ბოდვითი ფანტაზიაა. მას ჯერა, რომ ხელოვნებასა და სიყვარულს შეუძლია მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსება. მდგმურები, რა თქმა უნდა, ამჩნევენ მას. თავდაპირველად, უფრო გაკვირვებულები არიან ვიდრე შეშინებულები, მაგრამ მათი გაკვირვება მალე ზიზღად იქცევა. გრეგორი მტვრითა და საჭმლის ნარჩენებითაა დაფარული. ის მართლაც ამაზრზენი სანახავია. ისინი ბატონ ზამზას უთითებენ. მუსიკა ჩერდება. ოჯახი შიშისგან გაშიშებულია. მდგმურები აღშფოთებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი დგება და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ ტოვებს ბინას. ის ამბობს, რომ არ გადაეხდის არც ერთ გროშს იმ დღეებისთვის, რაც იქ იცხოვრა, ბინაში არსებული ამაზრზენი პირობების გამო. დანარჩენი ორი მდგმურიც მას მიჰყვება. ეს ბოლო წვეთია. ოჯახის ფინანსური სტაბილურობის ბოლო იმედი იმსხვრევა და ეს ყველაფერი გრეგორის ბრალია. ყიფე სიმშვიდე, რომელიც მათ ააშენეს, დანგრეულია. მთელი მათი იმედგაცრუება, მთელი მათი წყენა ერთიანად იფეთქებს. და სწორედ გრეტე, ის ვინც გრეგორიზე ზრუნავდა, აყენებს საბოლოო, სასიკვდილო დარტყმას. ის მშობლებისკენ ბრუნდება. მისი სახე მკაცრი და მტკიცია. ასე გაგრძელება აღარ შეგვიძლია. ამბობს ის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის მოვიშოროთ. ის ამტკიცებს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო ამ არსებაზე ზრუნვისთვის, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა. გრეტე ციუ ლოგიკურ არგუმენტს წარმოადგენს. ეს რომ გრეგორი ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მიხვდებოდა, რომ ადამიანებისთვის შეუძლებელია ასეთ არსებასთან ერთად ცხოვრება და თავისით წავიდოდა. ის დაგვინდობდა. ეს საბოლოო ღალატია. ის ლოგიკას ამახინჯებს თავისი სისასტიკის გასამართლებლად. ამტკიცებს, რომ ნამდვილად მოსიყვარულე გრეგორი თავს მოიკლავდა, რათა ისინი ტვირთისგან გაეთავისუფლებინა. ის სიყვარულს განმარტავს, როგორც ხვების კომფორტისთვის თვითგანადგურებას. მამა ეთანხმება და ნატრობს ამ არსების მოშორებას. მათ მისი სიყვარული და სიცოცხლისადმი ლტოლვა ეგოიზმის აქტად აქციეს. მათ გონებაში ერთადერთი ღირსეული რამ, რაც ამ არსებამ შეიძლება გააკეთოს, გაქრობაა. გრეგორი მისაღებ ოთახშია და ყოველი სიტყვა ესმის. ის საკუთარი სასიკვდილო განაჩენის მოწმეა. უცნაურია, მაგრამ თავის დას ეთანხმება. მას ესმის, გრძნობს, რომ ნამდვილად უნდა გაქრეს. სიცოცხლის სურვილის ბოლო ნაპერწკალი მისივე ოჯახმა ჩააქრო. ის იწყებს ნელ, ძიმე მოგზაურობას თავისი ოთახისკენ. ეს საბოლოო უკანდახევაა. ოჯახი უყურებს მის წასვლას. ეს ჩუმი, პირქუში პროცესია. ისინი არ ეხმარებიან. როდესაც გრეგორი ბოლოს და ბოლოს კარში შედის, გრეტე კარისკენ მირბის, აჯახუნებს და გასაღებით კეტავს. მარტო, ოთახის სიბნელეში, გრეგორი სიმშვიდეს გრძნობს. ტკივილი ჭრილობიდან გაუქრა. მიუხედავად ყველაფრისა, ფიქრობს თავის ოჯახზე, სინაზითა და სიყვარულით. ბოლო ფიქრები, ბრასსა და სიმწარეზე კი არა, წყნარ, სევდიან მიმღებლობაზეა. თავი იატაკისკენ ეშვება, ბოლოჯერ ამოისუნთქებს, კოშკის საათი დილის 3-ს რეკავს. როდესაც სისკრის პირველი სინათლე იწყებს ფანჯრის გარეთ ცის განათებას, გრეგორ ზამზა კვდება. მისი სიკვდილი ისეთივე ჩუმი, მარტოსული და უმნიშვნელოა, როგორიც მისი ცხოვრება იყო. მეორე დილით დამლაგებელი ქალი მოდის, აღებს ოთახის კარს და პოულობს მის სხეულს, ბრტყელსა და გამხმარს. ცოცხით ეხება, ის არ მოძრაობს. მისი რეაქცია სევდა ან შოკი არ არის. ეს პირდაპირი პრაგმატიზმია. მოდით შეხედეთ ეძახის ის ოჯახს. მორჩა გათავდა მაგის საქმე, ძაღლივით გდია მკვდარი. მისი სიტყვები უხეშია და გრეგორის მთელ ტრაგიკულ არსებობას საყოფაცხოვრებო ნაგვის ნაჭრამდე ამცირებს. ზამზების ოჯახი კართან მოდის. ისინი გამხმარ გვამს უყურებენ და შვებას განიცდიან. ბატონი ზამზა ამბობს: აბა ახლა შეგვიძლია ღმერთს მადლობა ვუთხრათ. ისინი უდიდესი ტვირთისგან გათავისუფლდნენ. მდგმურები გამოდიან და საუზმეს ითხოვენ, მაგრამ ბატონი ზამზა ახალი კაცია. ის მათ წინაშე დგება და ეუბნება, დაუყოვნებლივ დატოვონ ბინა და ტრიუმფალურად აძევებს მათ სახლიდან. მან დაიბრუნა თავისი პოზიცია, როგორც სახლის პატრონმა. ოჯახი გადაწყვეტს ერთი დღე დაისვენოს. წერენ წერილებს თავიანთ დამსაქმებლებს
და გადაწყვეტენ სასეირნოდ წავიდნენ. თვეების განმავლობაში ერთობლივად პირველად ტოვებენ ბინას. დამლაგებელს გრეგორის სხეულის მოშორებას ანდობენ. აღწერილი არ არის, თუმცა ნათელია, რომ მას დანარჩენ ნაგავთან ერთად გაიტანენ. ნოველის ფინალური სცენა ერთდროულად იმედისმომცემი და შემზარავია. ოჯახი ტრამვაიში ჯდება, რომელიც მათ ქალაქიდან გაიყვას მზიან სოფელში. ისინი ოპტიმიზმით სავსენი არიან, საუბრობენ თავიანთ სამსახურებზე, რომლებიც საკმაოდ პერსპექტიულია. აცნობიერებენ, რომ მათი ბინა ახლა ძალიან დიდია. მათ შეუძლიათ უფრო პატარა, მაგრამ უკეთეს ბინაში გადასვლა. საუბრისას, ბატონი და ქალბატონი ზამზები თავიანთ ქალიშვილს გრეტეს უყურებენ. ისინი ამჩნევენ, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი პრობლემებისა, ის გაიფუჩქნა და ლამაზ, ტანად ახალგაზრდა ქალად ჩამოყალიბდა. მოთხრობა მთავრდება შემდეგნაირად. ბატონ და ქალბატონ ზამზებს ფიქრად გაუველვათ, რომ მალე მისთვის კარგი ქმრის პოვნის დროს დადგებოდა. მათ აქვთ ნათელი მომავლის იმედი. მაგრამ ეს იმედი სისასტიკის საძირკველზეა დაფუძნებული. მათი განახლება მხოლოდ გრეგორის სიკვდილისა და მისი ხსოვნის სრული წაშლის წყალობითაა შესაძლებელი. ისინი მას არ გლოვობენ, არ ფიქრობენ საკუთარ ქმედებებზე, უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას. მათი ცხოვრება გაუმჯობესებულია, ტვირთად ქცეული შვილის მოსახერხებელი გაუჩინარებით. მას რა უნდა ვთქვათ ამ უცნაურ, სევდიან ისტორიაზე. გარდასახვა არის მძლავრი კვლევა იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანის სამყაროში, რომელიც მუდმივად გემუქრება ამ ადამიანურობის წართმევით. გრეგორ ზამზას ცხოვრებამ ფულის საკეთებელ მანქანად აქცია ის. როდესაც მან ამ ფუნქციის შესრულება ვეღარ შეძლო, მისმა ოჯახმა, სიყვარულისა და მიმღებლობის ბოლო ბასტიონმა, უარყო ის. მისი ფასეულობა წმინდად პირობითი იყო. სარგებლის მომტანი გრეგორი მათ უყვარდათ, მაგრამ როდესაც ტვირთად იქცა, ეს სიყვარული გაქრა. კაფკას მოთხრობა არის შემზარავი კრიტიკა ოჯახური დინამიკის, კაპიტალიზმისა და იდენტობის ბუნებისა. ვინ ვარ ჩვენ სინამდვილეში? განგვსაზღვრავს ჩვენი სული, ჩვენი ცნობიერება, სიყვარული. თუ განგვსაზღვრავს ჩვენი სამსახური, ჩვენი გარეგნობა, სისტემაში წვლილის შეტანის უნარი. გრეგორი ამ აზრზე ფორმაში შეიძლება ითქვას, უფრო ადამიანური ხდება თავის გრძნობებში. ის ხელახლა აღმოაჩენს ხელოვნებას, გრძნობს ღრმა სიყვარულს ოჯახის მიმართ, ისწრაფვის კავშირისკენ, მაგრამ რადგანაც ურჩხულს გავს, მას როგორც ურჩხულს ისე ეპყრობიან. მისი შინაგანი სამყარო უმნიშვნელო ხდება. უნდა ითქვას, რომ გრეგორის ტრაგედია, გარდასახვა გახდა კატალიზატორი მისი ოჯახის გამოცოცხლებისა და გარკვეული თვალსაზრისით მათ ადამიანურობა დაიბრუნეს. ისინი პასიური, დამოკიდებული არსებებიდან აქტიურ, თვითქმარ პიროვნებებად გარდაიქმნენ. მისი მსხვერპლი გახდა მათი გადარჩენის და საბოლოო წარმატების წინაპირობა, რაც ამ ისტორიის ყველაზე ღრმა და მტკივნეულ ირონიას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე შეიძლება გრეგორიც გავაკრიტიკოთ და ვთქვათ, ხომ არ იყო მისი თავგანწირვა გადაჭარბებული, ხომ არ იღებდა ის საკუთარ თავზე იმაზე მეც, ვიდრე ევალებოდა და ამით თავად ქმნიდა იმ კომფორტის ზონას, რომელმაც მისი ოჯახის წევრები უმოქმედობისთვისა და სულიერი სიზარმაცისთვის გაწირა. შესაძლოა გრეგორის მიერ შექმნილმა კომფორტმა და უზრუნველყოფამ ისინი უბრალოდ მოადუნა და განვითარების სტიმული დაუკარგა. წლების განმავლობაში პასუხისმგებლობას მიუჩვეველი, კომფორტში ჩაფლული სულებისთვის გრეგორზე ზრუნვა აუტანელ ტვირთად იქცა, რადგან მათი მზრუნველობის უნარი ატროფირებული იყო. მოთხრობა ასევე გვიტოვებს შემაშფოთებელ კითხვებს, როგორ ვეპყრობით ჩვენ ცხოვრებაში ტვირთად ქცეულ ადამიანებს, მოხუცებს, ავადმყოფებს, არაპროდუქტიულებს. გრეგორის ბედი უკიდურესი მაგალითია, მაგრამ ის ასახავს ძალიან რეალურ ადამიანურ ტენდენციას, მოვიშოროთ ის, რაც აღარ არის სასარგებლო. გარდასახვა არის მარადიული კოშმარი, რადგან ის ჩვენს ყველაზე ღრმა შიშებს ეხება, გაუგებრობის, საყვარელი ადამიანების მიერ მიტოვების შიშს. დიდი მადლობა, რომ შემომიერთდით ფრენს კაფკას ამ შედევრის ღრმა ანალიზში. ეს რთული ნაწარმოებია, მაგრამ ის გვიქმნის შეხედულებებს ადამიანური მდგომარეობის შესახებ. თქვენ რა დაგჭათ გრეგორის ისტორიიდან? არის თუ არა ის აქტუალური ჩვენს თანამედროვე სამყაროში? გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ მოწონება და არხის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე.